აგროსექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლსა და კახეთში ფერმერებს შეხვდა. დავით სოღულაშვილმა დარგში არსებული პრობლემები პირადად მოისმინა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედი პროექტები განიხილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ფერმერებთან პირდაპირ კომუნიკაცია სამინისტროს პრიორიტეტია. დავით სოღულაშვილმა სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული საწარმოებიც მოინახულა. დეტალებით გიორგი ბაღანიშვილი. კახეთში წელს ხორბლის უხმოსავალს ელოდებიან. პურის ბეღელად ცნობილ დედოფლის წყაროში წელს ფერმერებს კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო და შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს მოსავალს მიიღებენ. სეზონის წარმატებით ჩასატარებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონში ჩავიდა. დავით სოღულაშვილმა მეხორბლე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან დარგის ხელშეწყობის მიზანია მწარმოებლებმა მეტი მოსავალი მიიღონ და გაიზარდოს პროდუქტიულობა. მინისტრმა ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხზეც ისაუბრა. ამ მიმართულებით ფერმერებს ბოლო წლებში პრობლემა აღარ ექნებათ. სახელმწიფომ კომბაინების შეძენაში თანადაფინანსებით მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი არის ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტებს, რომელიც განხორციელდა ჩვენი რეგიონული განვითარების სააგენტოს დაფინანსების მიერ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები ადგილზე ვნახოთ ყველა ის როგორც მეწარმე, ასევე ფერმერები, რომელსაც აქვთ ხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ვნახოთ რამდენად წარმატებულები არიან, ვნახოთ რა შეიძლება კიდე მეტი დაჭირდეთ სახელმწიფოსგან, როგორ შეიძლება კიდე უფრო მეტად განავითარონ თავისი პროექტები. ამ გაცვლებს აქვს ორი ძირითადი მიზანი. პირველ რიგში რომ მოვისმინოთ უშუალოდ ჩვენი ფერმერებისგან და სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული მეწარმეებისგან ის პრობლემები, რა პრობლემებსაც აწყდებიან, ასევე შევაფასოთ მათი მუშაობა. ფაქტიურად უნდა ითქვას, რომ ამ მეურნეობის განვითარებაში ლომისწრული აქვს სახელმწიფოს. თუ არა ეს შეღავათიანი სესხები და დახმარებები ნამდვილად ამდენს ვერ მივახცევდით. ხელისუფლება რომ ადგილობრივი წარმოების გაზრდაზე ზრუნავს ამის ნათელი მაგალითია დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საკონსერვო საწარმო, რომელიც დღეს მინისტრმა მოინახულა. ჯეონატურალსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში $1,000,000 ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 450,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია. 370,000 საგრანტო თანადაფინანსება. საწარმომ, სადაც მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, 2024 წელს 1,000,000 კილო კონსერვი აწარმოა. წარმოების დაარსების დროს და მშენებლობის დროს და სახელმწიფოსგან თანამონაწილეობა ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მას შემდეგ მხარდაჭერა გვაქვს იმითი მონაწილეობთ თანადაფინანსებით სახელმწიფოს სხვადასხვა ღონისძიებებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა კახეთში, თეთრი ფერმაა. საწარმო მესაქონლეობა მეცხოველეობის განვითარებას უწყობს ხელს. პროექტში ჯამურად 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 3 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. თეთრი ფერმა ყოველდღიურად პირველი კატეგორიის 9 ტონამდე ნედლ-რძე საწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს სახელმწიფოს დახმარება, ეს იაფიანი აგროკრედიტი, იმიტომ რომ მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა ჩვენი წარმოება, გაგვეზარდა მასშტაბები, გაგვეზარდა სულადობა და წარმოების მასშტაბები. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება პირდაპირ და მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მევენახეებთან, ფერმერებთან და მეწარმეებთან, რათა სწორედ ისინი არიან ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების საყრდენი. სახელმწიფოს ხელშეწყობით შენდება ახალი ხილის ბაღები, რაც ადგილობრივი ფერმერების წარმატებული საქმიანობისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გარდაბანი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც პროგრამა წარმატებით ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სოღულაშვილი დღესვე სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ბაღები დაათვალიერა. გარდა ამისა, მინისტრი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში კომპანია Smart Feed-ის კომბინირებული საკვების საწარმოს შესაძლებლობებს და სამუშაო პროცესს გაეცნო. აღნიშნული ბაღის მშენებლობაში ძალიან დაგვეხმარა სახელმწიფო პროგრამები. კერძოდ ეს იყო დანერგე მომავალი და იაფი აგროსესხი. ამის მეშვეობით ეს იყო დიდი სტიმული, დიდი სტიმული და შევძელით აღნიშნული ბაღის გაშენება. მეწარმეებთან და ფერმერებთან პირდაპირ კომუნიკაცია რომ მნიშვნელოვანია დღეს მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა. სამინისტრო სამომავლოდაც გეგმავს ყველა იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ემსახურება. საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე